სოლოლაკში, ინგოროყვასა და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე შესაძლოა შეგიმჩნევიათ მომწვანო ფერის ძველი სახლი, რომელშიც ფასადზე განთავსებული აბრის თანახმად საქართველოს გასაბჭოებამდე რესპუბლიკის უშიშროების სამსახური ფუნქციონირებდა. მაგრამ ძველი ქალაქის ლამაზ ფასადებს მიღმა უმძიმესი რეალობა იმალება. კიბეზე გვეშინია ასვლის და თან ყოველდღე ვაკვირდებით, რომ იხრება. მთლიანი ეს კედელი, კოჭი არის აქვს დამპალი, საყრდენი ეტაკის და ეს უჭირავს ამ ეტაპზე ამ კიბის მოაჯირს. თუ ამას მოხსნით, სავარაუდოდ ეს კედელი ჩამოვა, იმიტომ რომ ერთ-ერთი გამაგრება ჩვენი გაკეთებული ქვით და მთლიანად კედლებში არის ძველი ხის მასა დამპალი და სიმყარე საერთოდ არ აქვს და მუდმივი მოძრაობის შედეგად ეს დება თანდათან და არ შეიძლება მასზე ვიბრაცია და ზემოქმედება ხდებოდეს. ინგოროყვას ქუჩის მცხოვრები თათია ჭელიძე იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით ეზოში ინგოროყვას პირველ და სამ ნომრებს შორის დაწყებულ მშენებლობას უკავშირდება. პროექტის მიხედვით ახალ 5 სართულიან შენობაში საცხოვრებელი და კომერციული ფართები იქნება განთავსებული. ნაგვის მანქანა რო გაივლის ჩვენ სახლში ეს ცვივა ჭერი და პატარა სილის ნაწილაკები, რომელსაც მუდმივად გრძნობდა. შარშან მაგალითად კედელი დამხვდა უკვე გახსნილი, როცა დაიწყო სამშენებლო სამუშაოები და ეზოში იყო მყარი ბეტონის კონსტრუქციები, მისი შლა იმის ფონზე დამხვდა კარები, რომელსაც დღემდე ვეღარ ვკეტავთ. დახრილი იატაკი და კედლებზე გაჩენილი ბზარები ამ სახლის მცხოვრებლებისთვის ის ყოველდღიურობაა, რომელშიც წლების განმავლობაში უწევთ ცხოვრება. თუმცა ძველი ქალაქის მცხოვრებლები ახალი მშენებლობის დაწყება მაინც ძალიან შეაშინა. ყავდათ უზარმაზარი ბურღი შემოტანილი, რომლის მოძრაობის დროს სახლებიდან ხალხი გავდიოდით გარეთ, შვილებს ვეღარ ვტოვებდით. 3 ნომრის კედელზე დაფიქსირდა გაშლა კედლის ბზარის საკმაოდ 2 მტკაველზე მეტი გავიდა, რა ვიცი, ამხელა გავიდა რამხელად მოკლედ გაშლა და მუდმივი მოძრაობა სახლების მუდმივი რყევა იყო. ბურღის მუშაობის ეს კადრები ინგოროყვას პირველი ნომრის მცხოვრებლებმა აივნიდან გადაიღეს. ჩვენი მისვლის მომენტისთვის ეზოში სამუშაოები არ მიმდინარეობდა, ამიტომ მხოლოდ სამშენებლო მოედნის გადაღება შევწელით. მეზობლების ინფორმაციით ეზოს ნაწილი 2007 წელს უკანონოდ გაჩუქდა. 1 წლის შემდეგ კი მშენებლობის პირველი ნებართვა გაიცა. პატარა მწვანე ეზო უბნის მცხოვრებლებისთვის გამორჩეულად საყვარელი თავშეყრის ადგილი იყო. დღემდე არ ვიცით ბოლომდე როგორი პროექტი შენდება, იმიტომ რომ 2025 წლის იანვარში კიდე ცვლილებაზეა მოთხოვნა და ჩვენ არ ვიცით ეს პროცესი როდემდე გაგრძელდება, სად უნდა შეჩერდეს. კიდე საინტერესოა ის, რომ ზეგავლენის დასკვნა რომელ პროექტზე უნდა გავაკეთოთ, ხო? ეს ცვლის მუდმივად ამ პროექტებს. ვითარების გასარკვევად ამხანაგობის თავმჯდომარე მერიაში მივიდა. სანამ დავზიანდებით, მანამდე უნდა ამოვიღო ხმათორი, ბათუმის მაგალითი გვაქვს, რაჭის მაგალითი გვაქვს და არ მინდა შემდეგ ეს ინგოროყვაზე მოხდეს მსგავსი მაგალითი, თქო? ადგილზე ვერ მაჩვენეს მე პროექტი. ვერ მაჩვენეს გეოლოგის დასკვნა, ვერ მაჩვენეს შეფასებები, რის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. ვერცერთი ეს დოკუმენტი ადგილზე ვერ წარმომიდგინეს და მითხრეს, რომ წავსულიყავით სასამართლოში. სასამართლოში სარჩელი მართლაც შეიტანეს. ისტორიული სახლის მცხოვრებლები მშენებლობის დროებით შეჩერებას ითხოვენ. მანამ სანამ მომიჯნავე შენობების გამაგრება არ მოხდება. ინგოროყვას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით ევრონიუს ჯორჯიამ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსაც მიმართა. თავდაპირველად არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა მშენებლობის ნებართვა გაიცა 2008 წელს. 2013 წლის 7 აგვისტოს კი გაიცა მშენებლობის ნებართვა კორექტირებულ პროექტზე. 2015 წლიდან მოყოლებული დამკვეთმა განცხადებით არაერთხელ მოითხოვა ვადაგასული ნებართვის ვადის გაგრძელება. თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მხრიდან პროექტის დაწუნებისა და ხავრეზების გამოუსწორებლობის გამო რჩებოდა განუხილველი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი რეკომენდაციის გათვალისწინებით 2024 წლის 22 მაისს შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, შემცირებული მასშტაბის და გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2025 წლის 14 იანვარს დამკვეთმა კვლავ შემოიტანა განცხადება პროექტის კორექტირებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ განცხადების განხილვის დროს სხვა საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად შესწავლილი იქნება მომიჯნავე შენობებზე მშენებლობის პროცესის ზეგავლენის საკითხი. ნათქვამია მერიისგან მიღებულ წერილში. მშენებლობისგან მიყენებულ ზიანზე საუბრობენ მოპირდაპირე მხარეს, ინგოროყვას 2 ნომრის მცხოვრებლებიც.
2 წლის წინ გავარემონტე და რემონტის დროს უკვე ინგოროყვას მხარეს კედელი იატაკიდან იყო 8 სანტიმეტრით დაშორებული. ანუ წესით გიფსო რო კეთდება კედელზე ბადე ეკრობა, რომელიც 3 სანტიმეტრამდე უძლებს და არ წყდება. მას შემდეგ რაც დაიწყო მშენებლობა, ეს გიფსოც გაშლილია და ბადეც გამწყდარია და უკვე ძალიან მეშინი არა თუ ბავშვის დატოვება სახლში მარტო ლაპარაკი ზედმეტია. ზოგადად სახლში რო ვიმყოფებით უკვე ამ მშენებლობის პროცესის დროს ძალიან გვეშინია. ძველუბანში ახალი მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენ კომპანია El Georgias მივმართეთ და ასეთი პასუხი მივიღეთ. პროექტი მომზადდა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტების, მათ შორის წამყვანი არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების მონაწილეობით და პროექტის მომიჯნავე და მიმდებარე შენობების ავარიული მდგომარეობის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, ჩვენმა კომპანიამ დამატებით გაიღო მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯი და ჩაატარა საინჟინრო საპროექტო გეოლოგიური კვლევები. ამ კვლევების საფუძველზე მომზადდა დამატებით კონსტრუქციული და არქიტექტურული გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფენ მომიჯნავე შენობების დაცვას გარეგანი ზემოქმედებისგან და მათ უსაფრთხოებას. კომპანიამ შპს მშენ ექსპერტი პლუსის მიერ მომზადებული ინსპექტირების ანგარიში გამოგვიგზავნა. პროექტის კონსტრუქციული ნაწილი პასუხობს საქართველოში მოქმედი პროექტირების ნორმების და რეგლამენტების მოთხოვნებს და ეძლევა დადებითი შეფასება. პროექტის კონსტრუქციული ნაწილის და საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის შესწავლის შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ საპროექტო შენობის მშენებლობის პროცესი და შენობის ექსპლუატაცია უარყოფით გავლენას არ მოახდენს მომიჯნავე ნაგებობების და გზის მდგომარეობაზე. აქვე ნათქვამია, რომ ახალი ბზარის გაჩენის ან არსებული ბზარების პროგრესირების შემთხვევაში ტექნიკური ზედამხედველობის მიერ მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები. თუ არ ვხდები ერთი წლის წინ კვლევა და რეაბილიტაციის პროგრამა იგეგმებოდა ინგოროყვას ქუჩაზე. ეს იმიტომ შეირჩა ინგოროყვა და სულხან-საბას ქუჩები, რომ ძალიან მძიმე კონსტრუქციული მდგომარეობა აქვს ამ შენობებს. ამიტომ აქ ყველა შენობა ძალიან ღირებულია არა მარტო მისი არქიტექტურული თვალსაზრისით, არამედ ისტორიული თვალსაზრისით და ყველას აქვს თავისი ისტორია, თავისი ფასეულობა და თავისი რაღაცა გარკვეული ანაბეჭდი ამ ქალაქისთვის. ფასადები ავთენტური სახით არის შემორჩენილი, არის რაღაცა ცვლილებები, მაგრამ ეს ჰომოგენურობა, ჯერჯერობი და მორფოლოგიურად ავთენტურობა შენარჩუნებული. ამიტომაც დაიგეგმა ამ ორ ქუჩაზე რესტავრაციის ჩატარება. მაგრამ სამწუხაროდ რა ბედი ეწევა ამ რესტავრაციის პროექტებს, მე არ ვიცი, იმიტომ რომ რიგითობით თონთ ამდენი თანხა არ აქვს, რომ ყველაფერი ერთად გააკეთოს. ეხლა როგორც ვიცით, რუსთაველის რეაბილიტაცია იგეგმება, მაშინ როდესაც რუსთაველის შენობის კონსტრუქციული პრობლემა არ აქვს და ამ პროექტში რესტავრაციის პროექტი არც გულისხმობს მათ გამაგრებას. ეს მხოლოდ ფასადების შეღება არის. პრიორიტეტული იყო, რა თქმა უნდა, სულხან-საბას, ინგოროყვას და დადიანის ქუჩები, რომლებზეც მანამდე გაკეთდა პროექტები, მაგრამ რაღაცა პოლიტიკური კონjunktურაა, როგორც ჩანს, ახლა რუსთაველს გააკეთებს, სავარაუდოდ ფული აღარ ეყოფა და ინგოროყვა და სულხან-საბა დარჩება ისევ ასე ღმერთზე ჩამოკიდებული. როგორც თბილისის განვითარების ფონდში გვითხრეს, ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების რეაბილიტაციის გეგმა მართლაც არსებობს. თუმცა პროცესის დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ ქუჩების რეაბილიტაცია დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ერთი პრობლემა არის თვითონ მაცხოვრებლებისთვის, რომ მათ პრაქტიკულად ისინი ეზოს კარგავენ და მეორე უდიდესი პრობლემა არის ასევე ურბანული თბილისისთვის დამახასიათებელი ქუჩათა ქსელის მორფოლოგიის ცვლილება და მესამე ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ალბათ არის კონსტრუქციული პრობლემა, რომელსაც იწვევს ეს ახალი მშენებლობები. ყველა ახალი მშენებლობა თბილისის ისტორიულ ზონაში, თბილისის ძეგლებისა და ისტორიული ქსოვილის მდგომარეობიდან გამომდინარე არის ძალიან კრიტიკული. ერთი შეიძლება აშენდეს, მაგრამ ის მაგირად ორი დაინგრეს. ან თუ არ დაინგრევა პირდაპირ მნიშვნელობით დღესვე, ძალიან მალე მოუსწრაფოს ეს ვთქვათ სიცოცხლე. ქალაქი არ არის, რა თქმა უნდა, მუზეუმი, ახალი მშენებლობა შესაძლებელია. შევსების დიზაინი ქვია ამ მეთოდოლოგიას, როდესაც ახალი მშენებლობა სრულად ითვალისწინებს ისტორიულ გარემოს, თუმცა ძალიან აი ამ პრინციპებთან და ვიზუალთან ერთად მნიშვნელოვანია დაცული იყოს მიმდებარე შენობების ფიზიკური მდგომარეობა და არ მოხდეს მათი გაუარესება. ეს აუცილებელია და ამიტომაც ხდება ხოლმე ფრთხილად ჩარევა.
ინგოროყვას ქუჩის მცხოვრებლები ახლა სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან. მანამდე მშენებელი განაგრძობს მუშაობას და რო გავა 2 წელი და 2 წლის მერე რო გითხრან რომ გაუქმდა ეს მშენებლობა, უკვე გვექნება კონსტრუქციული რაღაც ნაწილი ალბათ შენობის, რომელიც ან სახლები ირგვლივ იქნება, ან არ იქნება. ჩვენ თვითონ მშენებლობის უშუალოდ აშენების წინააღმდეგი არ ვართ, უბრალოდ მშენებლობამ ჩვენ არ დაგვაზიანოს. ჩვენი მოთხოვნა ეს არის და ისედაც ავარიული სახლები უფრო ავარიული არ გახადოს.